ყველა ოპერატიული გეგმა წინასწარ იწერება და ამას წლები მზადება მიმდინარეობს. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ პენტაგონში რამდენი წელი მუშავდებოდა ძეჟინსკის თეორიებიდან მოყოლებული ირანის გარნეიტრალების ოპერაცია და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მონაცემები იცვლებოდა ტექნოლოგიურ პროცესთან ერთად, ოპერატიულ ვითარებასთან ერთად, იქ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მაგრამ ეს გეგმა სულიდო და სულ მუშაობდა. დღესაც ეს ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ერთ ხელის მოსმით, ერთ თვეში და ორ თვეში ესეთი ოპერაციები არ იგეგმება. არ არის საკმარის ცნობის, მით უმეტეს, როდესაც ომის წარმოების ტექნოლოგიები შეიცვალა, გაჩნდა უპილოტო საშუალებები, დრონები, რომლებიც ძალიან შეცვალეს ომის თეატრი თავიდან ბოლომდე. ასე რომ ეს არის ძველზე დაშენებული ახალი, რასაც ოპერატიული ახალი მონაცემების რაზეც დიდ გავლენას ახდენს რა. და მე ვფიქრობ, რომ ტემპი კარგი აქვს. ეხლა მთავარია ოპერატიული მონაცემები როგორ შეიცვლება. ანუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკურ განაცხადებს, ანუ დამკვეთს რა შეუძლია პოლიტიკური მესიჯებით და ქმედებებით შეცვალოს ომის მოცემულობაში, რომ იქ წარმატება უფრო ფორსირებული გახდეს.